ვინ მოხვდება ასაკრძალი პოლიტიკოსებისა და პარტიების სიაში? ქართული ოცნების პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის ინფორმაციით, პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო სარჩელი უკვე მზად არის. მისი თქმით, დღეს ის უმრავლესობის ხდომაზე განიხილება და ხვალ მზად იქნება იმისთვის, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანონ. პაპუაშვილი ასევე გამოეხმაურა პარტიების აკრძალვის კონსტიტუციურობის საკითხს და თქვა, რომ ეს საკითხი კონსტიტუციაშია გაწერილი და ყველა ქვეყანას აქვს მსგავსი პრაქტიკა. საჩვენე მეთქვი კიდევაც, რომ მზად არის მისი სამართლებრივი დახვეწა. ჩვენ დღეს გვექნება უმრავლესობის ხდომა და რა თქმა უნდა უმრავლესობის ხდომაზე მოხდება საჩელის განხილვა და ვფიქრობ, რომ ამის შემდეგ ხვალ უკვე მზად იქნება იმისთვის, რომ შეგვიძლია. საჩელის ლოგიკა არის ის, რომ ჩვენ ვხედავთ, რომ არსებობს პარტიები, რომლის გამოყენებაც, ანუ ამ იურიდიული ფორმის გამოყენება ხდება იმისთვის, რომ დააზიანონ საქართველოს, იმისთვის, რომ დააორგანიზონ ხელისუფლების არადემოკრატიული გზით შეცვლა, ვხედავდით ომის პროპაგანდას, ვხედავდით ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის მცდელობას და ასე შემდეგ საკითხები, რომელიც კონსტიტუციითვე არის გაწერილი, რა შემთხვევაში შეიძლება პარტია აიკრძალოს და გამოცხადდეს არაკონსტიტუციურად. დღეს ოლელო ძლიერმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა, რომლითაც ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებული კანონების არაკონსტიტუციურად ცნობა მოითხოვა. სარჩელის შეტანისას პარტიის წევრმა გიორგი სიორიძემ განმარტა, რომ საკონსტიტუციო სასამართლო არ არის რეალური ბერკეტი, რადგან ის არის ქართული ოცნების ვერტიკალს დაქვემდებარებული. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ბრძოლის პრეცედენტი შეიქმნას. სიორიძემ ასევე თქვა ისიც, რომ ამავე საკითხი სტრასბურგის სასამართლოსთვის მიმართვასაც აპირებენ. შევიტანით კონსტიტუციური სარჩელი იმ არაკონსტიტუციური ნორმების თაობაზე, რომელიც ქართულმა ოცნებამ მიიღო და რომელთა მიზანი არის ამ ქვეყანაში პოლიტიკური ოპოზიციის გაქრობა, მათი გამოთიშვა პოლიტიკური პროცესიდან და ცალკეული პოლიტიკოსებისათვის, არა მხოლოდ პოლიტიკოსებისათვის და არაპარტიული პირებისათვის პოლიტიკური საქმიანობის შეუზღუდავად, ანუ უვადოდ აკრძალვა. ეს ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, ყოველგვარ დემოკრატიულ სტანდარტს და საქართველოს უკადის სრულყოფილ დიქტატურად და ავტოკრატიად ჩამოყალიბებას. ამას ჩვენ არ შევეგუებით, ლელო ძლიერი საქართველოს იბრძოლებს ბოლომდე, მათ შორის იმ სასამართლოში, რომელსაც ჩვენ არ ვენდობით, მაგრამ ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ ბრძოლას ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სტრასბურგშიც. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ ეს ქართული ოცნების პირდაპირი განაცხადია, რომ დიქტატურას ამყარებს. მათი თქმით, იმ პარტიებს, რომლის აკრძალვასაც ოცნება აპირებს, საქართველოს მოსახლეობის 50%-იანი მხარდაჭერა აქვთ. პოლიტიკოსების საკონსტიტუციო სასამართლოსგან განსხვავებულ გადაწყვეტილებას არ ელის, რადგან მათი განმარტებით სასამართლო ქართული ოცნების გავლენის ქვეშაა. ქართული ოცნების გადაწყვეტილება, რომ აკრძალოს პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკოსები, პირველ რიგში დემოკრატიის გაუქმების ასე ვთქვათ, ბოლო ეტაპია საქართველოში და ასევე მათი შედეგებითაც თუ მათი დათვლებიც და მათი манипуляციებითაც კი იმ პარტიებს, რომელიც აკრძალოს, ისინი აპირებენ 50%-მდე მხარდაჭერა აქვს საქართველოში. გაუგონარია ფაქტი, რომ მთელი საზოგადოების წარმომადგენლობის 50%-ს აკრძალოს აპირებს პოლიტიკური პარტია. თან ვინ? ის ადამიანები, რომელიც ღალატობენ ჩვენს ქვეყანას, არ ღვევენ კონსტიტუციას, მათ შორის პარტიების აკრძალვა არაკონსტიტუციური იქნება და მათ შორის უგულველყოფენ საზოგადოების ინტერესს და იმ სურვილებს, რაც საქართველოს მოქალაქეებს აქვს. აქედან გამომდინარე, რომ ეს აკრძალვები ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს ჩვენი პარტიების თუ პოლიტიკოსების საქმიანობას. ეს სამართლებრივი პროცესი არ არის, ეს არის ცალსახად პოლიტიკური რეპრესიის პროცესი. სამწუხაროდ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა უმრავლესობა არის ივანიშვილის ხელისუფლების მიმართ მორჩილი დამოკიდებულების მატარებელი. შესაბამისად, ჩვენ საკონსტიტუციო სასამართლოში არავითარი დემოკრატიული პროცესის იმედი არ გვაქვს. ნაციონალური მოძრაობა მუშაობს სტრატეგიაზე, როგორ უნდა მოხდეს ამ საკითხის აქტუალიზაცია, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. ამ ნაბიჯების შესახებ ნამდვილად საზოგადოებისთვის უმალე გახდება ცნობილი და ნახავენ იმ სტრატეგიას, რომელიც ჩვენს გუნდს აქვს არჩეული როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. ქართული ოცნების მიერ მომზადებული კანონპროექტის მიხედვით მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონის 36 მუხლს მეორე პუნქტი დაემატება, რომლის მიხედვით საკონსტიტუციო სასამართლოს შეეძლება აკრძალოს პარტია, რომლის გაცხადებული მიზანი საქმიანობის არსი და შემადგენლობა არსებითად იმეორებს სასამართლოს მიერ აკრძალული პარტიების გაცხადებულ მიზანს, საქმიანობის არსს და პერსონალურ შემადგენლობას. კანონპროექტის ავტორების თანახმად, საკანონმდებლო ცვლილებებით თუ კონკრეტული პარტია ეკრძალება, მის წევრებს და მასთან დაკავშირებულ პირებს არ ექნებათ შესაძლებლობა ისარგებლონ პასიური საარჩევნო უფლებით, ანუ მათ აღარ შეეძლებათ იყვნენ არჩეულები, მაგალითად საქართველოს პარლამენტსა და მუნიციპალიტეტებში.